ეს გაირკვევა თუ რა დათქმებით ცნობენ ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. მონიტორინგის კომიტეტმა რეკომენდაცია შეიმუშავა, სადაც ნათქვამია, რომ ქართულ დელეგაციას უფლებამოსილება დროებით და კონკრეტული დათქმებით შესაძლოა 2025 წლის აპრილამდე გაუგრძელდეს. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წამოიწყოს ინკლუზიური პროცესი. აღმოფხვრას საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ნაკლოვანებები და შექმნეს საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მომდევნო თვეებში გამოცხადებული ნამდვილად დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. ასევე დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პოლიციელების მხრიდან ადამიანებზე ძალადობა, სრულად დაიცვას გამოხატვის და შეკრების თავისუფლება და 2025 წლის აპრილის სესიამდე გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი. სწორედ ამ რეზოლუციის პროექტზე გამართავენ დებატებს დღეს სესიაზე ევროსაბჭოს წევრები და დღის ბოლოს უკვე კენჭსაც უყრიან. დოკუმენტში ცვლილებებს ითხოვს ქართული საპარლამენტო დელეგაცია, შესაბამისი შესწორებები მათ უკვე დაარეგისტრირეს. თამუნე ციკლაური გვერდება დეტალებით ახლა პირდაპირ ეთერში. თამუნე გისმენთ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქართული საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით გაირკვევა უკვე დღის მეორე ნახევარში, რაც ჯერ კიდევ ერთხელ გაიმართება მონიტორინგის კომიტეტის სხდომა, რომელიც უკვე საბოლოოდ შეაჯერებს პოზიციებს და შემდეგ უკვე გადაუგზავნის მის მიერ მომზადებულ დოკუმენტ სესიას და უკვე სესიაზე შედგება დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით და ასევე გაიმართება კენჭისყრაც. დებატების პროცესში ასევე განხილული იქნება ის შემხედრი ცვლილებები, რომელიც ქართულ საპარლამენტო დელეგაციას მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით უკვე დარეგისტრირებული აქვს და ამ ცვლილებების მიხედვით ერთის მხრივ ქართული საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის საპარლამენტო ასამბლეის წევრებს მეუბნება იმას, რომ არ არსებობს არავითარი სამართლებრივი საფუძველი ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა მთავარი, როგორც ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, არის ის, რომ ქართული დელეგაცია ფიქრობს, რომ მათ, ანუ ქართულ დელეგაციას უნდა გაუგრძელდეს უფლებამოსილება ყოველგვარი დათქმების გარეშე. ასევე ჩვენ ვესაუბრეთ სწორედ ქართული დელეგაციის წევრებს და ისინი ამბობს მაგალითად გივი მიქანაძე, რომ კონკრეტული დოკუმენტში კონკრეტული საკითხები, რაზეც არის საუბარი მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, ერთგვარად აჩენს განცდას, რომ თითქოს არის სადამსჯელო ღონისძიების გატარების მცდელობა საქართველოს მიმართ, მათ შორის, როდესაც ახალ არჩევნებთან არის დაკავშირებული. გივი მიქანაძე ამბობს, რომ ყველა უწყებამ, ყველა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს ქართული ხალხის არჩევანს, რომელიც მან გააკეთა სწორედ 26 ოქტომბერს და ასევე, როდესაც საუბარი არის იგივე არჩევნების შედეგთან დაკავშირებით, გივი მიქანაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდა სწორედ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ასევე იმყოფება სტრასბურგში და თუმცა ასევე ამბობს გივი მიქანაძე იმასაც, რომ მიუხედავად ამ მუშაობისა, ოპოზიციას მაინც არ აქვს წარდგენილი კონკრეტული მტკიცებულებები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ქართულ საპარლამენტო დელეგაცია ამბობს, რომ ისინი ისაუბრებენ სწორედ საკუთარ არგუმენტებთან დაკავშირებით, მოახსენებენ, როგორც კომიტეტს კიდევ ერთხელ ისე წარადგენენ აი ამ პოზიციებს დებატების განმავლობაშიც. რაც შეეხება უკვე ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არის ეს დოკუმენტი, რომელიც მონიტორინგის კომიტეტს აქვს მომზადებული, ფაქტობრივად არის იმ მუშაობის შედეგი, რომელიც მათ ერთის მხრივ ბოლო დღეების განმავლობაში სტრასბურგში ჩაატარეს და მეორეს მხრივ ასევე რამდენიმე კვირის წინ მათ წერილებიც გამოუგზავნეს სწორედ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. მოკლედ, მოლოდინი გვაქვს ახლა უკვე დღის მეორე ნახევარში განვითარებული პროცესებისა, ველოდებით ერთის მხრივ დასრულე კომიტეტის სხდომას, რომელიც სტრასბურგის დროით 15 საათზე არის ჩანიშნული და უკვე სტრასბურგის დროით 15 საათსა და 30 წუთზე, ანუ საქართველოს დროით 18 საათსა და 30 წუთზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სესიაზე დაიწყებს ქართული საპარლამენტო დელეგაციის საკითხის განხილვას. Პირველი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და ქართული ოცნების კარები საბოლოოდ დაიხურება ევროპულ ასპარეზზე, თუ ისინი აპრილამდე არ დანიშნავენ არჩევნებს, არ გაათავისუფლებენ აბსოლუტურად ყველა პოლიტპატიმარს და ბევრი კიდე სხვა მოთხოვნა არის. მათ შეეზღუდებათ აბსოლუტურად ყველა დელეგაციაში მონაწილეობა. ვერანაირ მონიტორინგის ჯგუფებში ვერსად ვერ დაიკავებენ ვერანაირ პოზიციას. ანუ შეზღუდვები უკვე ამოქმედდა მათ წინააღმდეგ და ეს არის ძალიან კონკრეტული ვადა.
ანუ აპრილამდე საქართველოში ყველაფერი უნდა გადაწყდეს. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ქართულ ოცნებას ლეგიტიმაცია არ აქვს, როგორც ხელისუფლებას, ამიტომაც არის პირველი პრეცედენტი შექმნილი, რომ ახალ არჩევნებზე არის საუბარი. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ამის საბოლოო დამტკიცება მოხდება. თქვენ ნახავთ, რომ არც ერთი ცვლილება, რომელიც ქართულ ოცნებამ დაარეგისტრირა, რომელიც ძალიან უნდა რომ გაიტანოს, არ იქნება მიღებული. ჩვენ პრინციპულად ყველა შეხვედრაზე, ყველა საკომიტეტო მოსმენაზე თუ პლენარულ სხდომაზე ცალსახად დავაფიქსირეთ პოზიცია, რომელიც არის პირველ რიგში პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ 2028 წლამდე არანაირი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ ჩატარდება. ასევე მათ დამატება გააკეთეს და ჩანაწერი გააკეთეს ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით აპრილის სხდომამდე. რაც ასევე აბსურდულია, ნებისმიერი პირი, ეს იქნება ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ვალდებულია რომ პატივისცეს სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას, ქვეყანაში კანონის უზენაესობას, ამიტომ არანაირი პოლიტპატიმრები საქართველოში არ არიან და ეს ჩანაწერიც კიდევ ერთხელ მიუთითებს მთლიანად ამ დოკუმენტის აბსურდულობაზე. ამის საპირისპიროდ ჩვენმა დელეგაციამ უცხოელი დეპუტატების მხარდაჭერით გუშინ წარადგინა 3 ცვლილება კონკრეტულ დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც ჩვენ სამართლიანად ვითხოვთ ყოველგვარი დათქმების გარეშე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას, ოპოზიციის წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ამ დღეებში მრავლად არიან სტრასბურგში, ცდილობენ, რომ ყველანაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების იმიჯი. მიუხედავად ამისა, მათ ვერც ერთი კონკრეტული მტკიცებულება ვერ წარადგინეს არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე არსებით ხარვეზებთან მიმართებაში და ამას ჩვენ ბევრი ჩვენი კოლეგა სხვადასხვა ქვეყნიდან გვეუბნება, რომ მოусმინეს მათ, მაგრამ რაიმე ხელშესახები ვერაფერი ვერ ნახეს. შესაბამისად, თუ კი მიკერძოებული და მიზანმიმართულად ორმაგი სტანდარტების შემცველი არ იქნება ის მოცემულობა, რომლის განვითარებასაც ჩვენ ვხედავთ უკვე მესამე დღეა და ეს არის მიზანმიმართულად წარმოებული ერთგვარი სადამსჯელო პოლიტიკა, რომელიც პირველ რიგში არის მიმართული ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, იმიტომ რომ მათი თავისუფალი გამოხატულებით მიღებული გადაწყვეტილების აღიარება არ სურთ კონკრეტულ ძალებს. ასეთი არის წინასწარი პოზიციები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთის მხრივ ქართული საპარლამენტო დელეგაციისა უკვე დღეს დაგეგმილ დებატებსა და კენჭისყრასთან მიმართებაში და ასევე მეორეს მხრივ ქართული ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებისა, რომლებიც ასევე იმყოფებიან სტრასბურგში, მართავენ შეხვედრებს და შეხვედრებს ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ შეხვედრებს მართავს ქართული საპარლამენტო დელეგაციაც, მაგალითად დელეგაციის ხელმძღვანელი შეხვდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს და ბუნებრივია ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენ გვეცოდინება ის საკითხები, რაზეც თია წულუკიანი ისაუბრებს ასამბლეის პრეზიდენტთან შესაბამისად, თუმცა ასევე წინასწარ არის მოლოდინი, რომ ერთ-ერთი საკითხი ბუნებრივია შეეხება სწორედ უფლებამოსილების ნაწილს. მადლობა თამნე ციკლაური სტრასბურგიდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში.